ეს ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც ახლა მოხდა, აფხაზეთს ყველა ნიშანს ძენს რუსეთის გუბერნიისას. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზებისთვის ნელ-ნელა თანთანობით გადის მაინც უკანა პლანზე სუვერენიტეტის იდეა, როგორც ის წარმოედგინათ მათ. აფხაზებს განსხვავებით ცხინვალის რეგიონისგან ყოველთვის ჰქონდა თავისი წითელი ხაზები რუსეთთან ურთიერთობის, რომელსაც ცდილობდნენ ძალიან მყარად მიყოლოდნენ. ეს წითელი ხაზები გაბლარულია ეხლა. კირიენკო სწორედ ჩემი აზრით მუშაობს აფხაზური საზოგადოების თვისებების და მისწრაფებების კარგი ცოდნით. ხალი თაობა, რომელიც მოვიდა ამ გზაპროდუქციაზე, სულ უფრო ნაკლებად ფლობენ აფხაზურ ენას. და მთლიანად ხდებიან რუსკი მირის უსამართლოს ნაწილი. ერთის მხრივ გადინებას უწყობს ეს პოლიტიკა ხელს, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ აფხაზი ახალგაზრდების ლოიალობის მოპოვებასაც ხელს უწყობს. აბსოლუტურად განსხვავებულ პოლუსებზე ვართ ახლა. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნილო კანგარიშვილი, კონფლიქტების და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ნინო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, რომ მომიწვიეთ თორმეტი, მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება. რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, ერთ-ერთი ის, რომ პირადად პუტინმა მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის აღრმავებას რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. ამავე დროს იმავე დღეებში ზუსტად ნაურუმ წაიღო უკან აფხაზეთის აღიარება. ეხლა მე არ მგონია რომ რაღაც დიდი კავშირი იყოს ნაურუს მიერ აღიარების აღებასა და ამ შეთანხმებას შორის, გულისხმობ იმას, რომ არ მგონია ხო პუტინმა ეს გააკეთა ჩვენთან ნაურუს ჯიბზე, უბრალოდ რა თქმა უნდა მოსკოვი აგრძელებს ანექსიას და რო შეხვედროთ ჩვენ ამ დოკუმენტს, იგოთება რომ აქცენტი კეთება იქ მეტ ინტეგრაციაზე, ინსტიტუციურ ინტეგრაციაზე, ანექსიაზე პირდაპირ ვთქვათ. საითქე მიყავს საბოლოო ჯამში კრემლს ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე აშკარად ალბათ არ ჩანს იმის საფრთხე მოხდება სრული ფორმალური ანექსია და ან მასში რა ხდება საითქე მიყავს და რა სჭირდება ამ ეტაპზე თუ აჩქარებს მოსკოვი ამ პროცესს როგორ გონიათ. მადლობა ასეთი შეკითხვისთვის, მასზე პასუხის გაცემა ალბათ არც თუ ისე ადვილია, მაგრამ მე მაინც ვცდი. ეს ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც ახლა მოხდა, აჩქარებს პროცესებს აფხაზეთში უფრო და აფხაზეთს ყველა ნიშანს ძენს რუსეთის გუბერნიისას. აფხაზებს განსხვავებით ცხინვალის რეგიონისგან ყოველთვის ჰქონდა თავისი წითელი ხაზები რუსეთთან ურთიერთობის, რომელსაც ცდილობდნენ ძალიან მყარად მიყოლოდნენ. ეს წითელი ხაზები გაბლარულია ეხლა, სწორედ იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსტიტუციური განვითარება, განათლების მიმართულებით, კულტურის მიმართულებით, ეკონომიკური დახმარება თუ არა, ხელშეწყობა მაინც გარკვეული პროცესების და რაც თავარია კონტროლი იმაზე, რომ არ მოხდეს გადინება სხვადასხვა არაფორმალური და ჩრდილოვანი მიმართულებით ამ საკითხების, ამ ფინანსური შემოსავლების თავისთავად მოსახლეობასაც უძენს უფრო მეტი წესრიგის, უფრო მეტი განვითარების, უფრო მეტი თავისუფლების ილუზიას, რომლის უკანაც სწორედ ის პროცესებია გაცილებით უფრო ძლიერი, რასაც ქვია რუსეთის მიერ აფხაზეთის შესრუტვა. თუ შევხედავთ სამხრეთ ოსეთის მიმართულებას, ცხინვალის რეგიონის მიმართულებას, იქ პირდაპირ რუსეთის ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქე დაინიშნა, რომელსაც საკმაოდ ძლიერი კავშირები აქვს თლად კრემლთან და ნამდვილად დანიშნულია იმისათვის, რომ იქ სიტუაცია მოაწესრიგოს, რომელიც სრულად ქაოსური იყო და ხელი შეუწყოს ამითი უფრო მეტად ინტეგრირებას ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ პოლიტიკურ ანექსიაზე იყოს მიმართული, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ ეტაპზე დამატებითი თავისტკივილი პოლიტიკური საფასურის გადახდის რუსეთს არაფერში ჭირდება. პირიქით, მას ჭირდება ანექსიური პროცესები არაფორმალური შესრუტვას დავარქვევდი ამას და ნაურუს მიერ აღიარების უკან წაღება ერთ-ერთ ინდიკატორად მიმაჩნია, იმიტომ რომ
რუსეთისთვის არ არის საინტერესო ამ ეტაპზე სამი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთს თუ 4 ქვეყანა. იქნება თუ არა ოკეანიის ერთ-ერთი ქვეყანა ამღიარებელი, რომელიც რაოდენობაში ჩაეთვლება, თუ არ იქნება ეს. რაც უფრო ნაკლები ვანუატუს იყო გახსოვს. მახსოვს ვანუატუს და ტუალოც. გვახსოვს. რჩება ვენესუელა, ნიკარაგუა და სირია. სამივე მიმართულებით შეიძლება ერთ-ერთთან მაინც მოხდეს აღიარების უკან წაღება, რაც აგრეთვე აფხაზეთის სრულად რუსეთთან მიბმას პირიქით ხელს შეუწყობს. კი ბატონო, იმიტომ რომ ეხლა მეტი აღიარება სიტყვაზე რომ მოხდეს თეორიულად, რაც ჩვენ არ გვინდა, შეიძლება რუსეთს იმხრივ არ აწყობდეს, რომ აფხაზებმა განავითარონ ურთიერთობას სხვებთან. რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად ასე დუზენა ეს და. რა თქმა უნდა. ანუ ასე რომ თუ გაწყვეტილი აქვს მეტი ისე თქვა შესრუტვა, ხოდი ეს თქვა გამოდევან თაზე ინტეგრაციის ანექსიის მოწმოთ. პრინციპში არ აინტერესებს აღიარება იქნება თუ არა, მანდა მეც ხელს არ უშლის. და აქ დავუმატებდი იმას, რომ ის რაც ახლა ცხინვალის რეგიონში ხდება, შეიძლება აფხაზეთისთვის მოდელია იმისა, როგორ განვითარდება რუსეთის და აფხაზეთის ურთიერთობები. თუ კარგად იმუშავა კამბოლოვის დანიშვნამ სამხრეთ ოსეთში, იქ პროცესებმა, რომლებსაც კარგად მართავს რუსეთი და საჭიროების შემთხვევაში გააძლიერებს ან შეასუსტებს, აფხაზეთშიც მსგავსად გაძლიერდება და სრულად მიებმებმა ყველაფერი ანექსიას, გარდა პოლიტიკური ანექსიისა. თუმცა ჩვენთვის ორივე შემთხვევაში ძალიან პრობლემური სიტუაცია ხდება. ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რუსეთის იმპერიას ახასიათებდა ცოტა-შორით ესეთი სტრატეგია, რომ ერთ-ერთ თავის გუბერნიაში დატესტავდა ხოლმე რაღაცა მოდელს და თუ ეს მოდელი იმუშავებდა, მერე სხვაგან გადაქონდა ხოლმე. და შეიძლება ხან სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ წეგან ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ და იმაზე მინდა ისე ჩავიკითხოთ, რომ აფხაზ მოსახლეობის ნაწილისთვის შეიძლება უკეთესი იყოს აი ეს სტაბილურობა, რომელსაც მოუტანს რუსეთთან მეტი ინტეგრაცია შესრულდა რუსეთის მიერ, ვიდრე ეს ქაოსი და კორუფცია ვერც იქნება ალბათ, მაგრამ ალბათ ახლა საერთოდ ქაოსური კორუფცია, ხო? რომელსაც ახლა სუფევს აფხაზეთში. ანუ თუ ესე ხდება, თუ ამის ტენდენციებს ახლა თქვენ ხედავთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ამ საკითხზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზებისთვის ნელ-ნელა თან-თანობით გადის მაინც უკანა პლანზე ეს რაღაც სუვერენიტეტის იდეა, როგორც ის წარმოედგინათ მათ. და წინა პლანზე გადმოდის ელემენტარული კეთილდღეობა და სტაბილურობა. აქამდე მივიდა აფხაზური საზოგადოების ნაწილი. ისინი სრულად რუსული სამყაროს შვილები ხდებიან, გახდნენ, არიან და მათთვის ყოველდღიურობა, ურთიერთობა რუსეთთან, ელიტისთვის მოსკოვთან, არაელიტისთვის როსტოვთან, ნოვოროსიისკთან, სოჩისთან, ბოლო პერიოდს რომ შევხედოთ, დაწყებული კულტურული ღონისძიებებიდან, დამთავრებული საზეიმო სხვადასხვა ქალაქების დღეების აღნიშვნიდან, დამთავრებული დროშების დღეებიც, ანუ ყველაფერი იმისთვის, რომ აფხაზების თვითკმაყოფილება გამოიწვიოს, რომ ისინი არიან განსხვავებულები, განსაკუთრებულები, რუსები მათ სხვანაირად უყურებენ და ამის საფასური უფრო მეტი დამოკიდებულება რუსეთზე ნამდვილად არის. უფრო მეტი დამოკიდებულება, უფრო მეტ სტაბილურობასაც ნიშნავს, იმიტომ რომ პრინციპში, აი იგივე ნაურუ ვახსენეთ, სტაბილურობის განცდა ძლიერი პატრონის ყოლაც არის. და რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომში არის ასე თავით ყურებით ჩართული, აფხაზეთის მიმართ დემონსტრაციას ახდენს იმისა, რომ ის არის მათი ერთგული მოკავშირე, მათი მუდმივი მოკავშირე და ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ რუსეთის ერთგულება სულაც არ ნიშნავს მის კეთილგანწყობას და სახელმწიფოს მისი სახელმწიფოს ინტერესებისთვის მუშაობს. მუშაობს თავის სახელმწიფო ინტერესთან გამომდინარე. რა თქმა უნდა. ეს ახალი თაობა, რომელიც მოვიდა ამ მზაპროდუქციაზე, რომელიც არის ეს აფხაზეთი ამ მოდელით, როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ხარ, სრულფასოვანი კვლევები არ არსებობს, მაგრამ მაინც ჩანს ტენდენციები, როგორც ეს ტენდენციები კვლევები მოწმობს, არის ის, რომ სულ უფრო ნაკლებად ფლობენ აფხაზურ ენას და მთლიანად ხდებიან, უფრო მეტად ხდებიან რუსკი მირის რუსულსამყაროს ნაწილი. და ესეც ნიშანია თქო იმისი, რომ მათი მამების და დედების თაობა, რომელსაც ქონდათ რაღაც წარმოდგენა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, ქონდათ რაღაც ესე თქვათ
რომანტიკული, სენტიმენტალური ბმა ალბათ აფხაზურ წარსულზე, აფხაზურ კულტურაზე და ენაზე, ეხლა ეს ალბათ მთლიანად გამქრალია და მათ შორის ხოთაშორის მე კიდე რაც დავაკვირდი, როცა უყურებ ხოლმე სოციქსელებს, ძველი თაობა უფრო მეც ჭობდა ხოლმე მაგალითად მუჰაჯირობის პრობლემაზე, ან რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზების გასახლებაზე, მათი დაწყლიდან და ახალი თაობა ამას პრაქტიკულად შეიძლება არ სიცილდება საერთოდ შეშტაბისთან რჩება. ამჟელობენ ამაზე ინტენსიურად არა? მე მგონი რომ ნაკლებად მსჯელობენ, მიუხედავად იმისა, რომ თავარ ბულვარს აფხაზეთში მოჰაჯირების სახელი ჰქვია, ეს მიღებულია როგორც არსებული და უკვე მიყვებიან ამას. მე სწორედ იმიტომ ვახსენე ეს წითელი ხაზები აფხაზებისთვის, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა და საკუთარი განსაკუთრებულობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოხანებში ეს გაიბლარასავით, ხო, უკვე ისეთი მკვეთრი აღარ არის, რომ თავისთავად აღქმა იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დამოუკიდებელი ერთეული ვართ, გარდაქმნილია, შეიძლება კარგა ხანია ეს უბრალოდ ახლა ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოსგან დამოუკიდებლობაზე და არა ზოგადად დამოუკიდებლობაზე. საქართველოსგან დამოუკიდებლობა მოცემულობაა მათთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობა ისეთივე ძვირფასი იქნება და იმისთვის შეძლებენ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას რუსეთთან მიმართებაში, როგორც მათ წინათაობას ეგონა რომ შეძლებდა. რაც შეეხება ახალგაზრდებს, გავიხსენებდი ჰარახ პიცუნდას მოვლენას, როცა ახალგაზრდებმა ძალიან მკაფიო პროტესტი გამოხატეს და დაიცვეს მაშინ აფხაზური მიწები განსხვისებისაგან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ელიტური ახალგაზრდები იყო ის ძირითადი ბირთვი ამ ჰარახ პიცუნდასი. რა თქმა უნდა. და გარკვეული სხვა ეკონომიკური ინტერესებიც ალბათ ჩანდა სწორედ ამ მოძრაობაში, მაგრამ მაინც ენთუზიაზმზე იყო ეს დაფუძნებული და მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. შეიცვალა სიტუაცია აფხაზეთში. სწორედ ახალი ელიტური პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება ითქვას მიაძინა აფხაზურ საზოგადოებას, მე რასაც უყურებ. ეს პრეზიდენტი ყავს, შეიძლება ითქვას, პირად კონტროლზე აყვანილი კირიენკოს, ძალიან ხშირად ჩადის, ამ ბოლო პერიოდში ისე ხშირად არა, მაგრამ თავიდან ძალიან ხშირად ჩადიოდა სოხუმში და ამან იმუშავა როგორც ჩანს კარგად, პირად კონტროლზე აყვანა. რა თქმა უნდა, კირიენკო სწორედ ჩემი აზრით მუშაობს აფხაზური საზოგადოების თვისებების და მისწრაფებების კარგი ცოდნით. იქ არის დაბადებული, მაგრამ კარგად იცნობს. და ამავე დროს კირიენკოს პარალელურად იქ ჩასული არის რუსეთის ელჩი, რომელიც ადრე ბელგოროდის გუბერნატორი იყო. ანუ გუბერნატორობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი თავისთავად გუბერნატორობის ინდიკატორებსაც ჩაუშვებს იმ სიტუაციაში, რომელიც არის. ამიტომ სიტუაცია ძალიან გაიხმარება ახალ შეთანხმებას, რომელიც აფიქსირდება. სრულიად ჰარმონიაში არის ამ შეთანხმებასთან და ჩემდა სამწუხაროდ განსხვავებით ბევრი პოლიტიკური მიმდინარეობისა, რუსული პოლიტიკა ძალიან თანმიმდევრული, ნაბიჯ და მრავალ წელზე გათვლილია. და გრძელვადიანია. გრძელვადიანი ჩვენ ამას ხანდახან გვავიწყდება ხოლმე ეს. ვერთობით რომ ეს იმპერიები გრძელვადიანი ათვლებს აკეთებენ. აი ამაში სამწუხაროდ ანგარიშობენ და უყურებენ სიტუაციას ამაში სწორედ საქმე. და კიდევ ერთი მომენტი ახალგაზრდობაზე საუბრობდით, აფხაზური მოსახლეობა, როგორც ჩვენ ვიცით, დემოგრაფიული პრობლემების განიცდის, ანუ კლებულობს აფხაზების რაოდენობა თვითონ აფხაზეთში, შესაბამისად კლებულობს ახალგაზრდების რაოდენობაც და სულ უფრო იოლი ხდება ამ ახალგაზრდების გაწოვა რუსების მიერ, იმიტომ რომ მათ როგორც ჩვენ ვთქვით, კოდები რუსულ უნივერსიტეტებში. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ მენდაგლებად წარმატებული ამბიციური აფხაზი ახალგაზრდა ალბათ განათლებას მიიღებს აფხაზეთის გარეთ რუსეთის ფედერაციაში, რა. და სწორედ აი ამ ხელშეკრულებაში ცალკეა ჩადებული ახალგაზრდული პოლიტიკა და განათლება და ახალგაზრდული პოლიტიკა. და ამ განათლებასა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში სწორედ ხაზგასმულია დიპლომების აღიარება, დიპლომების და სამეცნიერო ხარისხების აფხაზეთში, რუსეთის მხრიდან. ერთის მხრივ გადინებას უწყობს ეს პოლიტიკა ხელს, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ აფხაზი ახალგაზრდების ლოიალობის მოპოვებასაც ხელს უწყობს.
და საბოლოოდ მივიღებულობთ იმ სურათს, რომელიც დღეს გვაქვს. ახალგაზრდა აფხაზი და არა მარტო აფხაზეთში მცხოვრები ადამიანი, იგივე მაგალითად სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, თუ კი ახერხებს იმ კვოტებში ჩაჯდომას, მიდის რუსეთში, სწავლობს, ხდება იმ სივრცის ნაწილი, თუ მანამდე ნაკლებად იყო, მაგრამ არ მგონია იმ სივრცის ნაწილი უკვე ძალიან მკაფიოდ იყო და თავისთავად ღებულობთ პროდუქტს, რომელიც უფრო სრულიად რუსკი მირში არის ინტეგრირებული და სრულიად განსხვავებულია თუნდაც ჩვენი ახალგაზრდებისაგან. და აქვე დავუმატებდი ერთ მოვლენას, სწორედ აგვისტოს დასაწყისი იყო, არა, ივლისის ბოლო იყო, როცა პუტინთან დაახლოებული კინომსახიობი ჩავიდა აფხაზეთში და რა ზარზეიმით, რა აღტაცებით. ეს მათთვის ხო ზევარსკვლავი. ხო, და ამ დროს მე მეკითხებოდნენ ქართველი ახალგაზრდები, ეს ვინ არის? საერთოდ ვინ არის? და ზოგიერთს ახსოვდა, რომ მგონი ეს კაცი ბრიგადა ეგეთი 90-იანი წლების ფილმი იყო, მგონი იქ მუშაობს და ეს თამაშობს და ეს ის არისო და ამავე დროს ამას ხას იმიტომ ვუსვამ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლუსებზე ვართ ახლა. კულტურულ, საზოგადოებრივ პოლუსებზე. იმის რომ ჩვენ ისე ვთქვათ, ცივილიზაციურად, გენეტიკურად გვაქვს ბევრი საერთო აბაზებთან, ცივილიზაციურად და სოციალურ კულტურულ სფეროში აბსოლუტურად უკვე სხვაგან ვართ. სიმძლავრე სხვაგან. ეთნიკურად, გენეტიკურად გვაქვს ბევრი საერთო. ხო, ალბათ თუ გავიკეთებთ DNK-ს ანალიზს, გვექნება. აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ბეზრუკოვზეა საუბარი ახლა. ბეზრუკოვზეა. ხო, ძველი ტოპის მომთქელი მესკითხვის გავხსენდა ახლა. ჩემი შვილების თავმოიტებდეს რა იცია, ხო? ძალიან დიდბადმანი გამოგვიდა რომ თორსა სენდერს საუბარი. ანუ კარგი სიახლეები, როგორც წესი, სადღეისო და არც თუ ისე ბევრია, მათ შორის არც ოკუპირებული აფხაზეთიდან, მაგრამ ჩვენ ვიცოდეთ რეალობა იქ რა ხდება და ამაზე ვისაუბრობ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ გაქვთ ასეთი გადაცემების ციკლი და რაც მთავარია, ხელს უწყობთ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია იქ არსებულ მოვლენებზე. დიდი მადლობა. თქვენი დახმარებით, ჩვენი გადაცემა ისე დაბრუნდება.